სარკეში ვერ უყურებოდი, სურათებს არ ვიღებდი, ყველას უგრძელავდი, რომ არც ხვებს არ გადაიღოთ ჩემთან ერთად და მე მით უმეტეს დაედოთ ეს სოციალურ ქსელში. ერთი ჯგუფი ადამიანების ბარიატრიას განიხილავს როგორც მარტივ გამოსავალს და მეორე ჯგუფი განიხილავს როგორც დამარცხებას. როცა რეალურად ბარიატრია არის და ჯერჯერობით რჩება, ბარიატრია შენთვის იყო სიმსუქნის როგორც დაავადების გადასაჭრელი გზა თუ მარტივი გამოსავალი. როცა ხარ სწორ კვებაზე, ბევრად მეტი ასპექტის კონტროლი მიწევდა, ვიდრე დღეს მიწევს. მაგან ნევროზი გამიჩინა. ვიცი რომ ვიცოდი რომ ანუ აღარ მქონდა მართლა მაგისი თავი და დღეს ძალიან მარტივია ჩემთვის. ერთადერთ რამეს ვაკონტროლებ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თუმრად ყავს თამარ პატარაია, თავისი პრაქტიკული საინტერესო გამოცდილებით ბარიატრიასთან დაკავშირებით და ასევე დიდი ცოდნის ბექგრაუნდით, რითიც გვიზიარებს დღეს ამ გამოცდილებას. თაგო, ვინ უნდა უსმინოს ამ პოდკასტს და რას გაიგებენ? ვისაც აინტერესებთ ბარიატრია, ვინც აპირებს გაკეთებას ან ფიქრობს ამაზე და ზოგადად ყველას შეუძლია მოусმინოს, ვისაც სწორი კვებაც აინტერესებს. თაგო, სამ ვისაუბრებთ იმაზე, რა ისწავლე პროცესში, რაც მიაღწიე, ჯერ მინდა დაგაბრუნო თავიდან. რა იყო ის წერტილი, როცა გაიღვიძე და ვთქვი რომ всё, ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბარიატრიული ოპერაცია არის ის, რაც მინდა და მჭირდება. როდესაც მივაღწიე სამნიშნა ციფრს და ავედი 100 კილოზე, დავიწყე ბრძოლა კვებით ჭარბწონასთან, თუმცა ბევრი ვერაფერი ვეღარ შევძელე. ფიზიკური აქტივობა ყოველთვის მეხმარებოდა ხოლმე წონაში კლებაში, მაგრამ იმდენად დიდი ვიყავი და ჩემი ძვლების აგებულება იმდენად წვრილი და ისეთი იყო, ანუ ვერ გაუძლებდა სიარულსაც კი. ოღონ ეს არ იყო ჩემი დასკვნა ეს. ემერტე რო გადამიღეს და ხერხემალი შემიმოწმეს, მაშინ გამაფრთხილა ექიმა, რომ სიარულითაც არ დაიტვირთო თავი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გაუძლებს, თიაქარით რაღაც გაგიჩნებაო რა. და რახან ფიზიკურ აქტივობას ვერ ვახმარდი, მხოლოდ კვებამ აღარ მიშველა, 7 კილოზე მიკეთებდა პლატოს და მანდ მივხვდი, რომ მეტი აღარ შემიძლია, დამეწყო ფსიქოზი, ნევროზი, ყველაფერი, ტყვიდან გადავედი და დაურეკე ჩემს ექიმს, ჩემს ენდოკრინოლოგს, რომელსაც უთხარი, რომ მეტი აღარ შემიძლია და თანახმავარ უკვე გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია. და ისიც დამთანხმდა და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მეგონა რომ მომიწევდა ჭიდაობა. იმიტომ რომ ნუ ეს ექიმი არ არის, ესე ვთქვათ, ყოველ кейსზე ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რომ ბარიატრია გაიკეთე, არ აქვს ეგ დამოკიდებულება. საკმაოდ მკაცრი მიდგომა აქვს და ამიტომ ველოდებოდი რომ მომიწევდა ჭიდაობა, მაგრამ გამიხარდა, იქედანაც დამხვდა პასუხი, რომ პირიქითო მეც მინდოდა შემომეთავაზებინა შენთვისო, რომ მოდი ბარიატრია ხო არ გავიკეთოთო და მოკლედ აი ესე გადავწყვიტე, იმ დღიდანვე დავიწყე მომზადება წინა საოპერაციოდ, რაც გაგრძელდა 6 თვე. რამდენი ხნის წინანდელ ამბავს მიყვები ახლა? ოპერაცია გავიკეთე 2023 წლის 2 მარტს და მანამდე 6 თვით უკან დავიწყე წინა საოპერაციო მომზადება. თაგო, სამ წინა საოპერაციო მომზადებას გადავალთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბარიატრიული ყველაზე მნიშვნელოვანია, კი. და მე თვითონ პროცესი და პოსტ-მენეჯმენტი. მაგამდე შენ ახსენე, რომ ყოველთვის ფიზიკური აქტივობა მეხმარებოდა წონის ადეკვატურ მენეჯმენტში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აქამდე გიცდია წონის კლება და არ ჩაულია ისე როგორც შენ გინდოდა, ან ჩაიარა როგორც შენ გინდოდა, დაიკელე წონა, მაგრამ მე ხდებოდა მატება. ეს რა მცდელობები იყო, რამდენჯერ მოხდა სანამ ბარიატრიულ ნაწილზე მივიდოდით და რამდენი ხანი ჭიდაობდი? მოდი თავიდან დავიწყებ ზოგადად წონას პირველად როდის დავუწყე ჭიდაობა და ესე მივყვეთ ქრონოლოგიით. 11-12 წლის ასეთ კიდან, როცა უკვე ჰორმონალური ცვლა წავიდა ორგანიზმში, მაშინ მივხვდი, რომ უკვე ვიმატებდი წონაში. ანუ მეტაბოლური ცვლა წავიდა და სიტყვაზე აქამდე თუ ტკბილელს ჭამდი და მაინდა-მაინც არ მეტყობოდა ფიზიკურად, ეხლა უკვე მეტყობოდა. 16 წლის ასაკში გავფრინდი ბრიტანეთში, შემდეგი 7 წელი იქ დავყავი, იქ ვსწავლობდი, ანუ მე 11-12 კლასი და უნივერსიტეტი იქ დავამთავრე და ყველაზე მეტად მოვიმატე მაგ პერიოდში და რატომ? ძირითადად მქონდა ამობილური ცხოვრების წესი, ანუ ვიჯექი, მეცადინეობდი და რა თქმა უნდა ვჭამდი ტკბილელს. საჭმელი არასდროს არ მიყვარდა დიდად, უფრო ვიყავი sweet tooth, ანუ ტკბილეულისკენ და შოკოლადისკენ მიდრეკილი ადამიანი. ინგლისში მოვიმატებდი, აქ ჩამოვიდოდი, წავიდოდი აკვაერობიკაზე, ცოტას ვივარჯიშებდი, კვებას ოდნავ დავარეგულირებდი, მოდიოდა წონა ქვევით. გავფრინდებოდი უკან ინგლისში, მოვიმატებდი და მქონდა სულ აი ეს. იქ გავსუქდებოდი, აქ დავიკლებდი, იქ გავსუქდებოდი, აქ დავიკლებდი და ანუ
ეგ მერე უკვე როგორც ვისწავლე, ანუ ძალიან ცუდია, აი ეგ დინამიკა, როცა ვერ ინარჩუნებ და ვერ აკავებ. ბოლოს 2017-ში როცა ჩამოვედი, ანუ იქ დაამთავრე უნივერსიტეტი, ჩამოვედი საქართველოში, ვებით და აკვაერობიკის საშუალებით დავიკელი 35 კილო. და ჩამოვედი 70 კილო ვიყავი, ყველაზე ცოტა რა იმ მომენტში. თუმცა რაღაც პერიოდის მერე სიგარეტის მოდელს გავანებე თავი, ესეც დაემთხვა, რომ ის რაც დავიკელი, ყველაფერი ავკრიფე უკან. 96 კილო ვიყავი, გავთხოვდი და 96 კილო ვიყავი, როდესაც დავრჩი ფეხმძიმედ. ორსულობაში არ მომიმატია წონა. ბოლო მერვე მეცხრე თვეში ავედი 99 კილოზე და რო ვიმშობიარე და უკვე სახლში დაბრუნდი, 90-99 კილო ვიყავი. ლაქტაცია მოახერხე 4 თვის მანძილზე, მაშინაც დიდად არ ვიმატებდი წონას, მაგრამ დამემართა კენჭის გავლა, ბავშვი იყო 4 თვის. სადინარში გამეჭედა რამდენიმე კენჭი, ნაღლის ბუშის იყო კენჭები და დამჭირდა სასტრაფო გადაუდებელი ოპერაცია. ამ ოპერაციის მერე ავიკიდე პანკრეატიტი, რაც შენ კარგად იცი, რა საშინელებაც არის. საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და არა მარტო. არა მარტო, მომიწია ურიკვირა შიმშილი და გადასხმებზე ყოლა და ამან ცალკე დასტრესა ორგანიზმი და იმის მერე რო დავიწყე ჭამა, მართლა წყლის ყოველი ყლუპიც მერგებოდა მე მგონი. აი ეგის შემთხვევა იყო მართლა რომ ყველა ლუკმა გერგება. და ისე ავედი 120 კილოზე რომ ვერ მივხვდით ვერავინ, ვერც ჩემი ექიმი, ვერც მე. უცებ გავუღვიძე და მივხვდი რომ ეს მე არ ვარ. დამეწყო body dysmorphia, ანუ ჩემი სხეულის, ჩემი თავის მიღებლობა. სარკეში ვერ უყურებოდი, სურათებს არ ვიღებდი, ყველას უგრძელავდი, რომ არც ხვებს არ გადაიღოთ ჩემთან ერთად და მე მით უმეტეს დაედოთ ეს სოციალურ ქსელში. მანდაც რომ ვეცადე, ბოლო გაფართხალება იყო, ესე ვთქვათ, რომ კვებით იქნებ დავიკლო, რახან ფიზიკური აქტივობა ვეღარ მივაშველე, მოკლედ გავიჭედე და ვთქვი, რომ მორჩა, უნდა გავიკეთო ოპერაცია. და ოპერაციამ ძალიან კარგი შედეგი მომცა რეალურად. დღეს კმაყოფილი ვარ, რომ დამაბრუნო უკან, მაინც გავიკეთებდი. ეგ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი რამე გადაწყვეტს ახლა მაგ შენ პასუხს, რასაც შემდგომში მომიყვები დარწმუნებული ვარ. მივედი წერტილამდე, სადაც მე ორი არჩევანია, ისევ ვუბრუნდები მცდელობებს, მაგრამ მცდელობებს ვერ ვუბრუნდები, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ფიზიკური აქტივობა გქონდა, რომელსაც ვერ აკეთებდი, ან არ იყო რეკომენდებული. ყველა სხეულს ინდივიდუალური რესპონსი აქვს რაღაცებზე. ჩემი მეტაბოლიზმს კარგი პასუხი ჰქონდა ფიზიკურ აქტივობაზე. ფეხით რომე არა, უბრალოდ ფეხით რომე არა, 3-ჯერ 4-ჯერ უფრო სწრაფად მოდიოდა წონა, ვიდრე მხოლოდ კვებით და 120 კილოზე ფიზიკურად მართლა ვეღარ ვინძრეოდი და აი ფიზიკური აქტივობის შეუძლებლობა რო არ მქონოდა, აი მაშინ კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვავდი ოპერაციის საკითხს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ არ შეიძლებოდა. ეს არ იყო რომ აი მე თავს ვიმკვდარუნებდი რომ ეხლა არ შემ. არა, მართლა ექიმა ამიგრძალა, იმიტომ რომ სხვა დაზიანებებს მივიღებდი ხერხემალზე და ხოიცი აი ორი უარესიდან მომიწია. აი ახლა ნახეთ რა წერტილამდე მივედით. ბარიატრიაზე როცა მიდგება საქმე და ამ პოდკასტს ახლა უყურებს ან უსმენს ბევრი ადამიანი, ვისაც ბარიატრია განხილვაში აქვს, ან ვინც ჩაიტარა და შემდგომ რაღაც გამოსავალი დადგა და მაგაზე ვისაუბრებ ცოტა ხანში და ბარიატრიაზე როცა ვსაუბრობთ, არის ორი უკიდურესი მიდგომა. ერთი უკიდურესი მიდგომა არის ბარიატრია, როგორც წონის კლების საშუალება და მეორე უკიდურესი მიდგომა, რას ნიშნავს ბარიატრია საერთოდ ნუ მიხსენებთ. და შეიძლება ერთი ჯგუფი ადამიანების ბარიატრიას განიხილავს როგორც მარტივ გამოსავალს და მეორე ჯგუფი განიხილავს როგორც დამარცხებას. როცა რეალურად ბარიატრია არის და ჯერჯერობით რჩება სიმსუქნის, როგორც ქრონიკული დაავადების ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. ეხა ახალი მედიკამენტები შემოდის. ორი ფორმულირება გააკეთე ეხლა შენ. მიღარია GLP-1 შემოდის ოზემპიკი, მისი ბიზაშვილები, რომლებიც მოუნჯარო და ეხა უკვე ტირზაპატიდი, ანუ ვითარდება და მიდიან ახლოს ბარიატრიის შედეგებთან. რას შეოს ბარიატრიის შედეგი? ოპერაციის შემდგომ 2 წლის განმავლობაში სხეულის მასის 25-30% კლება. მედიკამენტები ჯერ არიან 22%-ამდე ასული ახალი თაობის და ეგეც ინდივიდუალურია უფრო გრძელ ვადაში. ამიტომ ჯერჯერობით ბარიატრია არის სიმსუქნის როგორც ქრონიკული დაავადებების კურნალობის საუკეთესო ეფექტური საშუალება. ეფექტური ბერკეტია. შენ რომ აქ წერტილში მიხვედი, ბარიატრია შენთვის იყო სიმსუქნის როგორც დაავადების გადასაჭრელი გზა, თუ მარტივი გამოსავალი. ბერკეტი იყო იმის რომ დამხმარებოდა წონა დამეკლო და შემენარჩუნებინა ზედმეტი თავსატეხის გარეშე. რა თავსატეხებს გულისხმობ, შემიძლია ეგეც ჩავშალო. კი. როცა ხარ სწორ კვებაზე, ბევრად მეტი ასპექტის კონტროლი მიწევდა, ვიდრე დღეს მიწევს.
მაგალითად, რომ მე მომწონს ის მიდგომა, როცა ყველაფერს არ გამორიცხავენ და არ ზღუდავენ ხოლმე და მეტნაკლებად ყველაფერს ჭამენ, რაც სურთ, ოღონდ ზომის, წონის მიხედვით და სწორი დროის მანძილზე. ხა ღამის 12 საათზე რო შოკოლადი არ უნდა ჭამო და ნამცხვარი, ხო ხდები და რო ჯობია რომ დღის პირველ ნახევარში ჭამო სიტყვაზე თუ ძალიან გინდა. აი ესეთ ბერკეტებს გულისხმობ. მაგან ნევროზი გამიჩინა. ვიცი რომ ვიცოდი რომ ანუ აღარ მქონდა მართლა მაგისი თავი. და დღეს ძალიან მარტივია ჩემთვის. ერთადერთ რამეს ვაკონტროლებ. ეს არის პორცია. მორჩა. სხვა საკონტროლებელი ასპექტი ყველაფერი გამიქრა. ჭამ რასაც მინდა, როცა მინდა, შემიძლია, მაგრამ მაინც წესებს ვიცავ და როგორც კი ხვდები რომ ოდნავ უკვე შემომივიდა დანაყრების შეგრძნება, ვჩერდები. ეხლა შენასაც მელაპარაკები არის მიქსი. ცოდნა ბაზისების ნუტრიოლოგიაში რა არის რეალურად სწორი ჯანსაღი რაც შემოსებს და ქცევა. ამ წერტილამდე სანამ მოვალთ ბარიატრიის ნაწილში თუ შენ უყურებდი ამას როგორც ბერკეტს და იქიდან კომუნიკაციაში თქვი რომ ეს არის სამკურნალო გზა და თქვი რომ გქონდა მომზადება. ანუ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნებისმიერ კლინიკურ ჩარევას ოპერაციას სჭირდება პრე მომზადება და შემდგომ პოსტ მენეჯმენტი. ეს არის ის წერტილი, სადაც ყველაზე დიდი შეცდომები იშვება ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის და ეს არის ის წერტილი, რომელიც გადაწყვეტს ბარიატრია იქნება უბრალოდ ინვაზიური ჩარევა და 2 წელს მერე დაბრუნებული წონა. თუ ცხოვრების შემცვლელი წარმატების გზა. ბარიატრიას და ყველა ქირურგიულ ჩარევას თავისი რისკები მაინც დარჩება და რისკები აქვს ყველა ჩვენ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებთ, მაგრამ ის ფაქტი სარგებელი გადაწონეს თუ არა რისკებს არის დამოკიდებული პრე-მენეჯმენტზე და პოსტ-მენეჯმენტზე. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევა უნდა მოხდეს ისეთ დონით, როგორც საჭიროა. მაგას არ შევეხოთ. ამიტომ შენ მიხარი რომ პრემომზადება ჩაიტარე. ეს არის ის წერტილი, სადაც ვთქვი რომ შენ სწორი მართულობით დაიწყე. რა იყო ეს პრემომზადება, მაშინ რა გაიარე და ბარიატრიის მერე რა ქენა. და პროფესიონალები დამეხმარდნენ ამაში, რა თქმა უნდა. ნახეთ პოსტ-ოპერაციული პერიოდი, რომ გაიარო მარტივად პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია პრეოპერაციის პერიოდზე. როგორ მომზადები? თუ არასწორად მოემზადე, დამიჯერე ვერც ოპერაცია და ვერც შემდგომი პერიოდი ვერ მოგცემ შედეგს. ნახეთ, როდესაც აქ ფსიქოლოგიური მომენტი თამაშობს საკვანძო როლს. როდესაც ესე ვთქვათ, დადებითი პასუხი მივიღე ექიმისგან, რომ ბარიატრია ჩემთვის შეიძლება, უკვე დავმშვიდდი. იმ მომენტში ფსიქოზმაც, ყველა პანიკამ, ყველაფერმა გამიარა. და ანუ ვიცოდი რომ ოპერაციას რო გავიკეთებ, ისე უეჭველი წამოვაწონა. ხვდები, ეს არ არის რომ აი კვებას რო ვიცავ, ვაიმე, ხა არ გავიჭედო, პლატო არ მიხვდი, ანუ ოპერაცია, აი ესე ხედავდი, უეჭველი ვიკლებ წონას, всё. უკვე მოვეშვი, ნახე, და დავიწყე მომზადება. სანამ ოპერაციას გაიკეთებ, ხა ზოგი ქირურგი 2 კვირაში ან 1 თვეში უკეთებს ხოლმე ოპერაციას. ეს არ არის სწორი. ჯერ უნდა გააკეთო გამოკვლევები, მაგალითად, კუჭნაწლავზე რამე დაზიანება ხო არ გაქვს. მე მაგალითად აღმომაჩნდა 12 გუჯაზე ძალიან უმნიშვნელო პატარა წყული. როცა წყულია ნაწლავზე, ეგეთ დროს ასეთი ინვაზიური ოპერაცია არ კეთდება. იმიტომ რომ ის ჰელიკობაქტერია აუცილებლად უნდა მოშორდეს პირველ რიგში. ანუ ვიმკურნალე ამ წყულზე, გავიკეთე ღვიძლის დეტოქსი ჰერბალური სითხეებით და არა რაღაცა მძიმე ქიმიური მედიკამენტებით. ანუ ღვიძლით ცოტა მწყობრში მოვიყვანე. დავიკელი 7-8 კილო, რაც იყო 5% მოცემულობაში ჩემი საერთო წონის, ანუ ვისერალური ცხიმით შემცირდა და ქირურგისთვის საოპერაციოდ მეტი სივრცე გაჩნდა მუცლის ღრუში. პლუს ამას წონის კლება მარტო მაგისთვის არ ხდება. იმ 6 თვის მანძილზე უკვე დამშვიდებულ ფსიქიკაზე, რომ ვიცოდი რომ ვიკეთებდი ოპერაციას, აღარ ვნერვიულობდი, ვაიმე მექნება შედეგი თუ არა, აი რამდენ ხანში მექნება. იმდენად გამიმარტივდა უკვე კვების ჩვევების გამოსწორება, რომ მომამზადა პოსტ-ოპერაციული პერიოდისთვის. ნახე, თუ ოპერაციამდე არ შეეგუები და არ გამოიმუშავებ კვების იმუნარჩევებს, რაც მერე ავტომატურად აღჭირდება ოპერაციის მერე, ძალიან გაგიჭირდება ფსიქოლოგიურად. ასევე პარაზიტები, ჩემი მტკივნეული თემა, რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს. მივედი პარაზიტოლოგთან, გავიკეთე კვლევა, აღმომაჩნდა 4 ტიპის პარაზიტი, ვიმკურნალე, მოვიშორე 4-ვე და სხვათა შორის, როგორც კი მოვიშორე პარაზიტები, იქვე გადავაგდე აი ტკბილის ჭამის მავნე ჩვევა.
აღარ მქონდა მოთხოვნილება საერთოდ, როცა ყოველდღე ვჭამდით გვილს. ანუ ნახე, კიდე ერთი სტრეს ფაქტორი მომიხსნა. კიდე ერთი რაღაც, ანუ პარაზიტის შაშინელობა ეს მოვაშორე ორგანიზმს, იმიტომ რომ უჭის ოპერაცია ჩათვალე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოს ამოკვეთა ხდება მისი 80%-ის, ანუ სერიოზული სტრესია ეს ორგანიზმისთვის და მაქსიმალურად მინდოდა ისე მომემზადებინა ჩემი თავი, რომ მარტივად გადაეტანა ეს სტრესი. ორი ჩვევები გამოვიმუშავე, პარაზიტები მოვიშორე, წყლული აღმომაჩნდა ისე რომ არ ვიცოდე ვიმკურნალე, ანუ ღვიძლის დეტოქსი გავიკეთე და ყველაფერი დავირეგულირდი, ანუ თუ რამის დეფიციტი მქონდა აი D ვიტამინის ან მაგნიუმის, ხო ხტები ომეგას, ანუ ყველაფერი დავირეგულირე, წყობრში მოვიყვანე მაქსიმალურად ორგანიზმი, ფსიქოლოგიურადაც დავშვიდდი და მერე შევედი ოპერაციაზე. ოპერაცია ზუსტად გაგრძელდა 9 საათი, მეტი არა. პოსტოპერაციული პერიოდი რომ ეკითხებიან, აი რთული იყო, როგორი იყო? არ მახსოვს. ანუ იმენან მარტივად გავიარე, რომ არ მახსოვს. ერთადერთი დისკომფორტი რაზეც მქონდა ის იყო სითხის მიღება, იმიტომ რომ წყალი ძალიან მიყვარს. დიდად კოკა-კოლა, გაზიანი სასმელები, ლიმონათები, ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარს. წყალი არის ჩემი way to go, ანუ აი წყალს თუ ვერ ვსვავს, ცუდად ვარ. ჭამას დაჟე წყლის დალევა მირჩევნია. თავიდან აი ეგ დისკომფორტი მქონდა, რომ ნუ ვერ ვსვავ სითხეს. ვერ ვსვავდი და 2 კვირის მერე უკვე ნელ-ნელა ყლუპები რო გავზარდი, აი ჯერ 3 ყლუპით ვიწყებდი, მერე 5-მდე ავედი. დღეს 8-მდე ვარ ასული, ანუ მაგას ვითვლი. ძალიან სასაცილო, მაგრამ ვითვლი რამდენი ხუთს. ძალიან კარგია რიცხვობით მენეჯმენტი მაგ პროცესის. იდეალურია. კი, ზოგადად რიცხვებში ყოველფრის დათვა მიყვარს. ძალიან კარგია ყლუპებით კუჭის ზომას როგორ განსაზღვრავ. კი. რა თქმა უნდა არის შარები ხარ ვერ შეხედავ ყლუპებით და პორციებით განსაზღვრა არის идеალური. კი ბატონო, აი რას ვარეგულირებ კიდე? ეხლა თუ თამწყურია და თამშია, მირჩევნია სითხით შევისო ორგანიზმი. 8 ყლუპი არის ჩემი რესურსი, მეც არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ სითხე უფრო მარტივად წელავს იმ ქსოვილს ვიდრე საკვები. მოკლედ აი ამ 8 ყლუპს დავლებ, ცოტა ხანი ველოდები და მერე ვიწყებ 9 საათში 20 წუთში ჭამას. და ჭამის მერეც 9 საათი ველოდები, რომ სანამ წვრილნაწლავში გადავა ეს საკვები, რომ ცოტა ადგილი გაჩნდეს წყლისთვის, მაგრამ ნახე, ჭამის მერე 8 ყლუპს არ ვსვავ, 3-ს ვწდი. ხო ხდები? ან 4-ს, ან შეიძლება 2-ს. აი, ესე ვაკონტროლებ უკვე მე სხვანაირი რაღაც ასპექტების კონტროლი მიწევს, ვიდრე აქამდე ბარიატრიამდე მიწევდა კვების დროს. რომელიც არის უმეტესად ცევითი კონტროლი პროცესი. კი, რომ კუჭი არ გამეწელოს ისევ. იმიტომ რომ თვითონ ოპერაციის მერე ქირურგმა გამორთქილა, რომ 5-6 წლის მერე 60-70% პაციენტების რა ძალიან დიდი პროცენტულობა ისევ უკან უბრუნდება თავის მირვანდელ წონას. ეგ ყოველთვის მახსოვს. ამიტომ ვაკონტროლებ ყველა ყლუპს და უკმას. შენ მითხარით აქ რომ მომზადება თითქოს საძირკველია იმ შენებლობისთვის, რომელსაც მე რეიწყებ სწორი მიმართულებით. თუ საძირკველი არ იქნება მყარი, ყველაფერი ჩამოიშლება. რა თქმა უნდა. საძირკველის მერე არის პირველი აგურები, რასაც დებ. რამდენ ხანში ერთხელ ქონდა კომუნიკაცია ენდოკრინოლოგთან, ბარიატრიის შემდგომ ან ქირურგთან და რას ითვალისწინებდი. ნახე, რეალურად შენ გაქვს დაკვირვებები, რომელსაც ატარებდი შენ თავზე, მაგის მერე ისწავლე და მიხვდი რატომ იყო ის სწორი ნაბიჯები. თან ჩემით ვისწავლე, ოღონდ არავისთვის არ მიკითხავს და არცად მე წამიკითხავს. ზუსტად. და ამასობაში არის რაღაც ფიზიოლოგია, რაც ბარიატრიაზეა სპეციფიკური. ანუ ბევრი რამე სულობა, რასაც გიწევს, ისედაც ჯანსაღყვების პრინციპია. და შენაც მითხარი აქ არის ის, რომ ეს პროცესი ისე დამეხმარა ემოციურად სწორად წარმემართა ჩემი პროცესი, რომ შემდგომ სწორი ნაბიჯების გადადგმა გამიმარტივდა, გადავდგი და შევინარჩუნე. ანუ პოსტ პროცესში როცა მეუბნები რომ გამაფრთხილა ქირურგმა. შენთვის იყო სადმე წერტილი რომ ეხლა კი კუჭი დამეპატარავდა, მაგრამ ჩემი ტვინი იგივე ქცევებისკენ მიმისწრაფვის. ეს წერტილი იყო და თუ არ იყო, იმიტომ ხომ არა რომ სწორი პრეპროცესი გაიარე. ზუსტად. იმიტომ რომ პარაზიტები მომიშორე, მაგალითად. ანუ პარაზიტები, როგორ გითხრა, არის ტკბილს ან გადაჭარბებული ჭამა რო გვინდება ხოლმე ძალიან დიდი პროცენტულობა მათზე მოდის. და მაგას ვამბობ რომ მოვიშორე, მაშინ ხო არ მქონდა ოპერაცია გაკეთებული. იქვე მივხვდი რომ აღარ მაქვს მიდრეკილება, აღარ მაქვს მოთხოვნა რომ აი ტკბილი ვჭამო ან ზედმეტი ვჭამო. ამასობაში D ვიტამინის დეფიციტი გამოისწორე. კი ბატონო. სხეულის მასის 5%-ის კილობატს ამას დაეხმარა და რაც მთავარია, შენი მზაობა ცვლილებისადმი. შენ რასაც მიყვები ახლა იდეალური წინარე პროცესი
მაგის შემდგომ იდეალურად ჩატარებული ბარიატრიული ოპერაცია, მაგის შემდგომ პროფესიონალი რომელთან ერთადაც გაუყევი პროცესს და დაკვირვება, რომ მე ვიყავი მზად დაკვირვებები გამაკეთებინა ჩემივე თავზე. წარმოიდგინე რომ თაკო უსმენს ახლა ამ პოდკასტს ვიღაც სხვა თაკო. შენ ვიტყვი რომ შენ რომ ყოფილიყავი იგივე, მაგრამ ყველაფერი სხვა. იტყვი რომ გაგიმართლა, რომ იდეალური პროფესიონალი შეხვდა, რომელსაც პრეპროცესი გაგატარა. ბარიატრიული ქირურგია კარგად ჩაიარა, ქირურგმა გამაფრთხილა კონკრეტულ მინიშნებებზე, პოსტპროცესი გავიარა ვიტამინების დეფიციტის შეუცე, იტყვი რომ გაგიმართლა. და შენ გარშემო თუ არიან ადამიანები, ვინც ბარიატრია ჩაიტარეს და სხვა შედეგი მიიღეს. კი, 2 წელი გავიდა და 6 წელი კი არა, 2 წელიწადში დაუბრუნდნენ წონას. ისევ გაიზარდეს კუჭი, ან უფრო დიდია. და საერთოდ ვერაფრით ვეღარ ებრძვიან უკვე წონა, ანუ ისეთ სტადიაშია გადასული სიმსუქნე, რომ მართლა არაფერი აღარ შველის. ასე რომ მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა და სამწუხაროდ ქირურგები არ აკეთებენ ხოლმე აი ამ მომზადების პერიოდს არ გადიან, მაგრამ რო დაფიქრდე ქირურგის საქმე ოპერაციის გაკეთება არის. ამ შემთხვევაში ან ენდოკრინოლოგი, ან კვების სპეციალისტი უნდა ჩაერთოს აუცილებლად. მათი პასუხისმგებლობა რომ შენ მოგამზადონ საოპერაციო, თორე ქირურგი მექანიკოსი ანუ ამ შემთხვევაში ის უბრალოდ გაჭრის კუჭს. თავარია კარგად მოგაჭრას გართულებების გარეშე. იქ მთავრდება მაგისი, ესე ვთქვათ რა, ანუ შეიძლება ხა ცოტა ცუდად გამომდის, მაგრამ კვების სპეციალისტმა და ენდოკრინოლოგმა უნდა გაგაკონტროლონ ოპერაცია მდე და ოპერაციის შემდგომ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. საქართველოში ეს პრაქტიკა არ გვაქვს სამწუხაროდ. და სხვათა შორის ჩემს ქირურგთან და ენდოკრინოლოგთან ერთად ვცდილობდი, რომ დაგვემკვიდრებინა ეს და უფრო მეტი ცოდნა და ინფორმაცია შემოგვეტანა ფართო საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მარტო ოპერაცია მხოლოდ ბერკეტია, ეს მხოლოდ დამხმარე ფაქტორია. ეს არ არის რაღაც ჯადოსნური გასაღები, რომელიც პრობლემას გადაგიჭრის. არა, პრობლემას ჭრის შენ შემდგომ სწორი ქცევით, ჩვევით და ცხოვრების სტილით. პროცესი, რომელსაც ახლა შენ მიყვები, შენ მეგობრებზე მათ შორის, რომ დაიბრუნოს ზონა და თქვი, რომ უკვე გზა აღარ რჩებათ, შემდგომი ნაბიჯი გადადგან. აი ეს არის წერტილი, რომელსაც მინდა შევეხო და ხაზი გავუსვა, რას ნიშნავს ბარიატრიის გაცვლება. ან შედეგის მიღება და მე დაბრუნება. თუ ჩვენ ვიძახით, რომ ბარიატრია ძალიან ეფექტურია, მაგრამ როგორც წესი არის, იმიტომ რომ ინვაზიურია და ბევრი რისკი ახლოსთან, თან ბოლო რესურსი და სამკურნალო ეფექტური საშუალება როცა მჭირდება. წარმოიდგინე, რომ ის რაც იცი, რომ თანამასობაში ხსმენია, რომ ბევრმა ადამიანმა შედეგი მიიღო და ის რო გაწუდება და შენზე რო ამასაც კი შედეგი ეხლა ტრიალებს თავში მაგის ხმამაღლა თქვა მინდა. ამანაც კი არის მოქმედა. წერტილზე მივდივარ, სადაც ვარ არა იმედგაცრუებული, აქამდე დიეტები ვცადე, ნუ იმედგაცრუებული არ გამოვიდა. ბარიატრია შემდგომ თუ უკან ბრუნდები წონას მივდივარ წერტილზე, სადაც ვარ სასოწარკვეთილი და ეს იმდენად ნეგატიურად მოქმედებს მერე ნებისმიერი ახალი ნაბიჯის გადადგმაზე, რომ ადამიანი აღარც კი ცდილობს დაიწყოს ჯანსაღი კვებით წონის კლუბის პროცესი, რომ წინ წაწიოს საქმე. და ეს არის წერტილი, სადაც მინდა ყველას უთხრა, ეხლა ვინც უსმენს ამას, თუ ვინმე ამ წერტილში ხართ, დაიწყეთ პროცესი და გაწვდა. იცოდეთ, რომ ეს პროცესი იყო ბევრ ნაწილში დარღვეული და დიდი ალბათობით არაშენიბრალი და აქ ყველაზე მტკივნეული ეგ არის, ხო? ანუ ჩემზე არის მოქმედა. რაღაც არასწორად გავაკეთე. ამას ვფიქრობ. მაშინ როცა ეს არის პასუხისმგებლობა, სამედიცინო პასუხისმგებლობა, გაიდლაინით გაწერილი პასუხისმგებლობა. რა უნდა იცოდე? ხო, ანუ კითხვა თუ არ გაჩგიჩდა და ეს პოდკასტი ამისაა, სწორი კითხვები უნდა გაგიჩნდეს, რომ მე თავიდან აირიდო. მაგიტომ ამბობ, ორი პროფესიონალი უნდა მართავდეს ამ პროცესს. ენდოკრინოლოგი, რომელიც დეფიციტებს შეავსებს და კვების სპეციალისტი, რომელიც სწორი კვების, ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარება. ამათ გარეშე ჩათვალე დაკარგული ხარ ოპერაციის მერე, მიყვები დინებას. სად წაგიყვან, სად მიდიხარ არიც. მოდი ბარიატრიაზე დავაკონკრეტებ. უკან წონას იმატებენ ისინი, ვისაც ვერტიკალური ისე რა ქვია, რეზექცია აქვს კუჭის გაკეთებული. უფრო მეტი პროცენტობა სლივზე მოდის დაბრუნებული წონის. სლივზე მოდის ყოველთვის, იმიტომ რომ მან ნაწლავური გადაერთება არ ხდება, როგორც ბაიპასის დროს. ბაიპასის დროს კუჭის სართავი იჭრება, იკერება ის კუჭის ქისა, მაგრდება პირდაპირ წვრილ ნაწლავზე. წვრილ ნაწლავს ასევე უკავშირებენ კუჭიდანაც, ესე თქვა პატარა ნაწლავს, რომ კუჭის წვენი გადავიდეს პირდაპირ წვრილ ნაწლავში და ამ დროს მეტად
ბევრად მეტია მალაბსორბციაც, იმიტომ რომ კუჭის ქისაში არ ჩერდება საერთოდ საკვები და პირდაპირ წვრილ-ნაწლავში გადადის. ყოველთვის ეშინიათ ხოლმე რისი იცი? ეშინიათ თუ დისკომფორტი აქვს კვებითი დანამატის მიღებაზე. ნებისმიერი ბარიატრიული ოპერაციის დროს აუცილებელია. ბარიატრიული ოპერაცია რო გამორიცხოთ, დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ყველა სჭირდება კვებითი დანამატი. ყველა დეფიციტური აბსოლუტურად. მით უმეტეს ბარიატრიული პაციენტი ორმაგად და სამაგად. ეხლა კითხვა ისმის. ადამიანი მის ბარიატრის მერე დეფიციტურია ვიტამინებში, იმიტომ რომ მალაბსორბცია ხდება, უმეტესად ადამიანები არიან ასევე დეფიციტურები ბარიატრია ოპერაციამდე. და ეხლა კითხვა ისმის. შენ ნახე პრე-პროცესი რატომ მნიშვნელოვანი დეფიციტები გამოარკვიო. და ისეთ კრიტიკული ვიტამინები და მინერალები გამოარკვიო, რომელიც მეერე გამოჯამრთელებაში. და ვინ არის მაგას პასუხისმგებელი? ენდოკრინოლოგი. ზუსტად, სპეციალისტი. ეხლა ნახე მან რა წერტილია. მან ჯერ კითხვა უნდა გამიჩნდეს. როგორ შეიძლება მე ვიყო ჭარბტონიანი, სიმსუქნის მქონე, თუ ბარიატრია არის არჩევანი, სიმსუქნა როგორც ეპითეტი არის, როგორც BMI-ს კლასიფიკაცია და ვიყო არასაკმარისად ნაკვები. რისი დეფიციტი უნდა მქონდეს, კაცო, პირიქით ბევრს ჭამ. ცუდი ხარისხის საკვების. აი ზუსტად ერთი, ანუ ვჭამ კალორიულს, მაგრამ არა ნუტრიენტებით სავსეს და მეორე, ცხიმი, როგორც ზოგიერთი ვიტამინის ან და მინერალების ციხე. ცხიმში ხსნადი. მაგალითად, D ვიტამინის დოზები უახლესი გაიდლაინებით ენდოკრინოლოგთა ასოციაციები მეუბნებიან, რომ სიმსუქნის მქონე ადამიანს შეიძლება შემანარჩუნებელი იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი დოზა დაჭირდეს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში. იმიტომ რომ D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია და შეიძლება ადამიანი იღებდეს მზისგან და საკვებისგან. ცირედით. D ვიტამინს ზუსტად, მაგრამ არ ყოფნიდეს მის სხეულის გადანაწილებას წონას და ცხიმი იყოს როგორც ციხე. აი ეს იმდენი წერტილებია, სადაც დეფიციტების გამოსწორება მნიშვნელოვანი მაგამდეც და კიდევ უფრო მეტად, როცა ორგანიზმს აქვს უკვე საშუალებისას პრობლემა მალაბსორბცია, ანუ შეწოვა ქვეიცდება. გაიარე ეს პროცესი თაკო, მიიღე შედეგი და რა სიტყოდი რა არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც წონას ინარჩუნებ. ვაკონტროლებ პორციებს პირველ რიგში. არ მაინტერესებს როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეს. თუ ხვდები რომ დანაყრდი, იქ უნდა გაჩერდე. გადააგდე, არ ვიცი, გაწიე გვერდზე. პირველ რიგში მაგას ვაკეთებ. მეორე რიგში ეტაპობრივად თუ შინაგანად გრძნობ, უსმინეთ საკუთარ სხეულს. მე ყოველთვის უსმენ საკუთარ სხეულს. თუ ხვდები რომ რაღაც ვერ ვარ, ვიკეთებ პირდაპირ ანალიზებს და ვაკეთებ კვლევას, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის იმის შანსი, რომ მქონდეს რაღაცის დეფიციტი. აღმოვაჩენ რისი დეფიციტიც არის, შევავსებ. ანუ ეს არ არის რომ მაინდა-მაინც ყოველდღე რაღაცა კვებით დანამატს ვარ, მაგრამ 2-3 თვეში ერთხელ ვაკეთებ გადამოწმებას ანალიზების სახით და ენდოკრინოლოგი მართავს მე უკვე სწორად პროცესებს, ანუ მან უნდა დამინიშნოს წამალი იქნება თუ კვებითი დანამატი. თაკო პროცესი გაიარე, შედეგი მიიღე და უკვე შედეგით გაგიცანი მე და მოხდი აკადემიაში. 64 კილო დავიკელი ჯამში. პირველ რიგში გილოცავს სწორად ჩატარებულ პროცესს და იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს უიმედოდ წონასთან ბრძოლა და ამასობაში ბევრ ადამიანთან კომუნიკაციაში ცხოვრების ხარისხის რამხელა გამოუმჯობესებელია სწორად ჩატარებული პროცესი. ძალიან ხარია რომ ყველაფერი გაიარე, ამასობაში სწორად მიუდექი, სწორი ადამიანები დაგიდგენ გვერდით და ძალიან ხარია რომ ხა ვარ და ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ბევრი მნიშვნელოვანი წერტილია ჩვენ ქვეყანაში ბარიატრიისთან მიდგომა კულტურა არის ძალიან არასახარბიელო. ხო, სად არის ორი ნაწილშია პრობლემა. პროფესიონალშია პრობლემა, რომელიც არა ამისამართებს სწორად. მხოლოდ ქირურგს ხედავენ გადაჭრის გზად, როცა ზუსტად, მაშინ როცა ბევრი პროფესიონალი გვჭირდება, იქ გვჭირდება ფსიქიატრი, რომელიც იტყვის რომ კვებითი აშლილობისგან ნაწილში რამე არ უნდა შეგვიშალოს ხელი. ბევრი პროფესიონალი და აქ გვჭირდება მეორე ნაწილი ადამიანი. თვითონ ვინც ბარიატრიას აპირებს, როგორ უყურებს ამ პროცესს. მივიდა ქირურგთან, ენდოკრინოლოგთან, რომელმაც არ შეუფასეს ბარიატრიის პაციენტად არ ჩათვალეს, პრობლემების გამო ან საკმარისად არ არის BMI და სხვა გზავცადოთ და ირჩევენ ალტერნატიულ გზას, რომელიც არის ფულს გადავიხდი თურქეთში გადავალ, უკან წამოვალ 2 დღეში ავტობუსით. ანუ აქ არის პრობლემა ადამიანში, ვინც ახლა გვისმენს მიდგომაში და პრობლემა მიმდინარეობაში პროფესიონალებში, მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ხედავართ, იმიტომ რომ გვჯერა პროფესიონალების პასუხისმგებლობის პირველ რიგში. და ამასობაში შენ აქ ხარ, ამასობაში იმიტომ რომ შენ თვითონ გააზიარო რა პასუხისმგებლობები აიღე შენ თავზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი. აკადემიაში ხვდეთ ერთმანეთს, რატო? შედეგი გაქვს, ინარჩუნებ, ბედნიერი ხარ, რა იყო საერთოდ მიზანი ჩვენი შეხვედრის? რატომ მოვედი აკადემიაში? იმიტომ რომ ადამიანებს მოეწონათ ჩემი კონტენტი, როდესაც ვლაპარაკობდი, ვსაუბრობდი ბარიატრიაზე და ზოგადად წონაში მატებაზე და კვების სწორ ჩვევებზე. და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ გამიღრმავებინა მე ეს ცოდნა და უფრო პროფესიონალურად მივდგომოდი, ვიდრე მხოლოდ მოყვარულის დონეზე. ამიტომ მოვედი თქვენთან აკადემიაში. პროცესში ვისწავლეთ მეტაბოლური პროცესები, არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზი, რომელიც ფიზიკურ აქტივობაზე როცა მიდგება საქმე,
და მინდა კითხო რამდენად რჩები ფიზიკურად აქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ პროცენტულად ვიცით, რომ დაკლებული წონის შენარჩუნებაში ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი შენთვის დაკლებული წონისკენაც კი იყო ფიზიკური აქტივობა. და მათ შორის არასავარჯიშო აქტივობები, ანუ თუ დარბაზში მისვლას მიერ ვახერხებ, არ ნიშნავს, რომ კიბით არ შემიძლია ვისარგებლო და ფეხზე ფეხით ისე ირნო. ამას რამდენად დიდი პორცია უჭირავს შენ პროცესში დღეს ჯანსაღი ყოფის გზაზე? დღეს არა. სამწუხაროდ ვაღიარებ, დღეს ნამდვილად არ ვარ ფიზიკურად აქტიური, თუმცა რავი, ახლო მომავალში ვაპირებ უკვე მაგ ამბიცია, რომ პილატესი მაინც დავიწყო, იმიტომ რომ პილატესი ყველაზე მსუბუქი ვარიანტია ფიზიკური აქტივობის ჩემთვის. იმიტომ რომ დარბაზში ვიარე ერთი პერიოდი და მივხვდი, რომ არ შემიძლია ამ ძიმე ზონებთან ჭიდაობა და ზოგადად მივხვდი, რაც არ მსიამოვნებს, ის არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ვერ შეინარჩუნებ. ხო, ჯერ ერთი I will not be consistent in it. ზუსტად. ხო. არ იქნები სისტემატური, რაც ნიშნავს კრახს. კი, და ეს ჩემზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს. რაც ჩემზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს, მე იწვევს უკვე აი ამ ძველი ცუდი ჩვევების გაღვიძებას, რის დათრგუნასაც ვცდილობ მაქსიმალურად. ამიტომ რისკეთებაც არ მომწონს, არ ვაკეთებ. ამიტომ ხო, აი ფეხით სიარული ყველაზე კარგი ვარიანტია ჩემთვის და ეს პილატესი, იმიტომ რომ მაინც უფრო სასიამოვნო და მშვიდი ფიზიკური აქტივობის პროცესია, ვიდრე რაღაცა გიჟური, როგორც დარბაზებში ჰანდელების გნევით. ფეხით სიარულს შეუძლია ძალიან ბევრი რამე შეცვალოს. ძალიან ბევრი რამე. როგორც შენი დამოკიდებულება ყვებასთან და შენ სხეულთან, ისევე ფიზიკურ აქტივობაში კეთილობა. ფეხის ვერ გაჩერება, ხელის ვერ გაჩერება, ადგომა დაჯდომა, გაქცევა, გამოქცევა. საერთოდ ნერვებსაც შველის ფეხით სიარული. იდეალურად მზის ფონზე, იდეალურად ზოგჯერ გრილი ამინდიც გშველის ემოციებთან მენეჯმენტში, თუ ძალიან არ გაიღინე. და ამასობაში არის ძალიან კარგი ენერგიის დანახარჯი. ესეთი აქტივობები დღეში ნიც, რასაც ვთქვი, არასავარჯიშო ფიზიკურ აქტივობას დღეში პლუს 800 კალორია, რომ მოიგო, ანუ ბანკის ანგარიშივით უნდა შევხედოთ ჩვენს ელემენტარული მათემატიკა. ზუსტად რიცხვები გვჭირდება. ხშირად იძახიან, რომ კალორიების თვლა არ გვჭირდება და მართალია, ბევრს არ ჭირდება, მაგრამ ძალიან კარგი ინსტრუმენტია, როცა პროცესში გესმის ენერგიის ბალანსის საფუძვლები. იმიტომ რომ ბანკივით უყურებ შენ ანგარიშს. ამითი დავიწყეთ ჩვენ კურსის ხოთაშორის. ზუსტად. იმიტომ რომ საძირკველია, ყველაზე რთულია, მაგრამ ამასობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაგას უნდა დავაშენოთ მერე, ყველა ნუტრიენტული ცოდნა. ხო, მე რო წინ თაფში მინდევს და ვიცი რომ უნდა მქონდეს ნახევარი ბოსტნეული და ხელი მთელმარცვლოვანი პროდუქტი ცილა. ესეც ენერგიის ბალანსთან მიდის საჭირო ნუტრიენტებთან ერთად. აი ხა ამ პროცესით რაც გაიარე, რაც იცი უკვე. ცოდნით და გამოცდილებით. თაკოს რო ესაუბრებოდე, რას ეტყოდი, რამე ცვლილებას, რაც უნდა გაიკეთებინა, რაც კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებდა თლიან პროცესს. ან მაქამდე პროცესი, იქნებ დაამშვიდებდი შენ თავს იმ წერტილში, როცა ბარიატრია გადაწყვიტე, ან მანამდე სანამ სიმშვიდე გექნებოდა. რას შეცვლიდი შენ პროცესში? დღევანდელი გადმოსახედიდან აი პიქს როცა მივაღწიე, მაშინ ალბათ მაინც გავიკეთებდი ბარიატრიას, იმიტომ რომ ისევ გამეორდები, მე მეხმარებოდა ფიზიკური აქტივობა და შევიზღუდე. სოლიდურად გამოირიცხა ჩემთვის სიარულიც კი. და არც შემეძლო სიმართლე გითხრა, ანუ ეგრევე გული მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჩქარდებოდა, თავბრუმე ხვეოდა, ანუ ფიზიკურად ცუდად ხდებოდი და ამიტომ ოპერაციას ალბათ მაინც გავიკეთებდი, მაგრამ სანამ 120-მდე ავიდოდი, ჩემი პიკი იყო 98 კილო. აი მაშინ რომ მოსულიყავი თქვენთან. ალბათ არც გამივარდებოდა, ესე ძალიან წონდა და უფრო დავამენეჯმენტებდი და შენარჩუნებას მოვახერხებდი, თუმცა ისეთმა ფაქტორებმა განსაზღვრა. ცხოვრება. ხო. რაც ხდება და ნახეში მე როგორც ხვდები, შენთვის ყველაზე ემოციურად და ფიზიოლოგიურად სტრესული იყო 98-დან 120-მდე და არა თავად ბარიატრიის პროცესი. რომელიც გამონაკლისია და მაგიტო აი 98-დან 120-მდე მე რო გადამაგდო უკან და ჩვენ შევხვდებით იმ წერტილში სადაც 120 კილოგრამი წერტილს მიაღწიე და ეს სხეულის აღქმის დისმორფია, ემოციური სტრესი, თავარი ნიშანი რასაც გეტყოდი არის ეს ბოლო წერტილი არ არის. ანუ ეს არ არის, იმიტომ რომ როგორც სასწარკვეთას რო ვბრუნებით, სასწარკვეთი ვარ მაშინ როცა ვეღარ ხედავ შემდგომ ნაბიჯს. ქაოსში მაშინ ვარ, როცა ბევრი ნაბიჯი მაქვს და ეხლა ყვება ავიღო თუ ეს ავიღო. ისე იმ მომენტში ისევ ყვების სპეციალისტს მიმართე, მაგრამ ალბათ არასწორს მიმართე, შეიძლება შენთვის რომ მომემართა, უფრო არ ვიცი მქონოდა შედეგი. თუმცა ფსიქოლოგიურად იმდენად დაბინდული ვიყავი უკვე, რომ მე მგონი არავისი აღარ მესმოდა. ნახე და ეგ პროცესში ცვლილებას არ ნიშნავს. ნიშნავს, რომ როგორ შემემცირებინა სტრესი იმ 120 კილოგრამის დროსაც კი. იმიტომ რომ ბარიატრია ცალსახად სწორი არჩევანია, იქიდან რასაც უყურებ ჩემ შემთხვევაში. ეხლა წელს რო ყოფილიყო ყველაფერი. ჩემ განცდაში პირველი მინიშნება რაც იქნებოდა, დავიწყოთ სწავლა, დავიწყოთ პროცეს მენეჯმენტი და
ჩავრთოთ საქმეში GLP-1 აგონისტები, რომლებიც ნაკლებად ინვაზიური ხერხია მიზანთან მისვლისთვის, რომელიც არ არის ესეთივე ეფექტური. მაგრამ ეს არის ჩემი სწორება, როცა საქმე მიდგება სიმსუქნის მენეჯმენტზე. ხო? თუ მოხდი არასწორ ხელში, რა მოხდება და როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, 800 კალორიანი დიეტა, 500 ლარი რაგან შემერიცხე, მე მესენჯერში დაგბლოკა ორი კვირა, როგორ მომწერო და მე კიდე ახსნი ბლოკს რო არ ინერვიულო. ოკეი. ეს ხდება კვების გაცვლა და ჯანსაღყვება საქართველოში. სამწუხაროდ. და წარმოიდგინე ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ცადა, მაგას აღარ ცდით. იმიტომ რომ ბევრჯერ ეთკინა პროცესში. სწორედ ამიტომ მე რო შეგხვედროდი რამდენი წელი ხო? 26-ის ვიყავი მაშინ. 3 წლის წინ. 3 წლის წინ. ვეცდებოდი რომ აი ეს წარმოიდგინე 100-დან 120 კილოგრამამდე რა ყველაზე დიდი ნეგატივებიც გაქვს დაგროვებული, ვეცდებოდი რომ ნეგატივები არ დაგროვებოდა. იმიტომ რომ გეტყოდი ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ეს გზები არსებობს და სწორი მენეჯმენტი შეიძლება. ძალიან ისეთი რა ქვია, ემოციური იქნება დარწმუნებული რომ შენ ხა ჩემთვის ემოციურია, ემოციები შევედი. მადლობა რომ გვიზიარებ ამ ნაწილს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რეალურად ეს აკადემია და ეს პოდკასტი ემსახურება ამ ნაწილს, სწორი ინფორმაციის გაზიარებას და სწორი კითხვების დასმას. იმიტომ რომ ეხა რა გავაკეთოთ? პროფესიონალთან გვიჯიკავთ თუ ხალხს მისვეთ მეტი ცოდნა. ეს აკადემია ხალხს აძლევს მეთოდნას. პროფესიონალთა ჯიკავობა ცალკე განხრაა. მაგაზე ცალკე ვისაუბრებთ, რომელიც ასევე საჭიროა. საქართველოში 1960-იან წლების კვების პერსონალის დიეტები, საბჭოთა კავშირიდან გადმოსული მაგიდები რო ტრიალებს. ეს არის კატასტროფა. და კიდევ ერთხელ მიზეზი, რის გამოც ადამიანმა ხელი შეიძლება ჩაიქნიოს ძალიან მარტივად და ეს არის იშვიათ შემთხვევაში თვითონ ადამიანის ბრალი, იმიტომ რომ ნეგატიური ემოციები უგროვდება. კაი, ეხლა თაკო გადავედით კოუჩინგის კურსზე. წარმოიდგინე, შენთან მოდის ადამიანი, რომელიც გეკითხება რჩევას, მიმართულებას. BMI-ც სხეულის მას ინდექსით არის 15. ცადა ბევრი რამე. რა არის ისეთი კითხვები? კი, რა არის ისეთი კითხვები, რასაც შენ დაუსვამდი, რაც შეიძლება რომელიმე პროფესიონალს გამორჩეს, ვისთანაც მივიდოდა. რა კითხვებს დაუსვამდი, რა საუბარს გააბამდი მასთან, სანამ რჩევას მიცემდი, რა იქნებოდა მისთვის სწორი გზა. პირველ რიგში ვკითხავდი, რა ქონდა ნაცადი აქამდე და რამ მეტნაკლებად გაამართლა და რამ საერთოდ ვერ გაამართლა, რომ ესე ვთქვათ, მისი სხეულის დინამიკას დავკვირდებოდი რა. ანუ აი როგორც ჩემს შემთხვევაში ფიზიკური აქტივობით, რომ უფრო მეტი შედეგი მქონდა ვიდრე ფიზიკური აქტივობის გარეშე. თორე არიან ადამიანები ძალიან კაი შედეგი აქვთ, ხოლო როგორც კი კვებას გამოასწორებენ. აუცილებლად ჩავრთავდი ენდოკრინოლოგსაც, იმიტომ რომ დეფიციტები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას დეფიციტების პრობლემა. ამასაც მოვაგვარებდი. აუცილებლად მოვაგვარებდი პარაზიტების პრობლემასაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია ეს წონასთან ბრძოლის დროს, რაზეც ბევრს არც უფიქრია უბრალოდ ამაზე სამწუხაროდ, არ გვაქვს ამის კულტურა. რაც სხვათა შორის რუსეთში არის ეს კულტურა, ანუ პარაზიტების მკურნალობა ძალიან სერიოზულად უყურებენ. აქ არავინ არ უყურებს ამას. და შემდგომ უკვე ფსიქოლოგიურად აი დავაკვირდებოდი რა ატრიგერებს მას. ატრიგერებს, ანუ რა არის გამშვები მექანიზმი, შემდგომაც ემოციური ყოფა იწყება. რასზე აქვს უფრო მეტი მიმღებლობა, აი რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რას ვერ ეგუება კატეგორიულად. მაგიტომ ამაფონ რაღაც ყველაფრის გამორიცხვა მენიუდან ესეთი რადიკალური მიდგომა, მით უმეტეს დასაწყისში, ანუ ძალიან რთულია, მით უმეტეს თუ ადამიანი ისეთია, რომელმაც ბევრჯერ გაიარა ეს ბრძოლა და სამწუხაროდ ყოველში დამარცხდა. ასე რომ ალბათ აი ეს იქნებოდა რა სტრატეგია. ჯერ ვკითხავდი, ანუ რა მუშაობდა მისთვის მეტნაკლებად, შემდგომ უკვე დეფიციტებს აღმოვხვრიდი ენდოკრინოლოგთან ერთად, პარაზიტებს მოვაშორებდი აუცილებლად. და სხვათა შორის ზოგადად პარაზიტებზე მკურნალობა საკმაოდ მძიმე ამ მშრალ ქიმიას ეძახიან მედიკამენტებით. თუმცა არსებობს ბუნებრივი გზებიც, ანუ მცენარეები მაგალითად გოგრის თესლი, მაგალითად cloves, არ ვიცი ქართულად როგორ არის, გვაზიკა ქვია რუსულად. აი პატარა ქართული სახელი დამოვწევ. მეც არ მახსოვს ქართულად. ანუ ხო ხტები არის რაღაცები, რაც შეგიძლია კვების რაციონში შეიყვანო, ოღონდ რა თქმა უნდა ეს უფრო გრძელვადიანია, ბაინდერი, ანუ როგორც არის შავი აქტივირებული ნახშირი მაგალითად, ან პაპაიას თესლი, მაგრამ ეხლა პაპაიას თესლი არ ცდილში ისაა დაიშავა, მაგრამ აქტივირებული ნახშირს აფთიაქში. ექსტრაქტები იქნება ალბათ. იშოვი. ხო ხტები, ანუ არის ბუნებრივი მეთოდებიც, ანუ ამასაც აუცილებლად ჩავთავდი მე პირადად, აი ეს იქნებოდა ჩემი ნიშა მიდგომა კვებასთან რა, ანუ პარაზიტები always ყოველთვის გათვალისწინებული მეყოლებოდა სადღაც და შემდგომ უკვე აი დინამიკაში რა მისთვის რა არის კომფორტული, რა არის მიუღებელი, რისი დათმობა შეუულია, რას ვერთმობს მაგალითად შეუულია რომ ტკბილზე თქვას უარი, თუ არ შეუულია, მაშინ რაღაცა ისე გადაუნაწილო, რომ მისი ფსიქიკა დამშვიდდეს და ყველაზე მეტად აი ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურად, რომ всё, აი ეს აგეკრძალა დღეიდან ვეღარ ჭამ და
შოკი ემართება გონებას, სხეულს, twin ყველაფერს. ამიტომ მაქსიმალურად აი გლუვად რომ წარმემართა პროცესი, ესე გავაკეთებდი. შოკი ემართება როგორც twins, ისევე სხეულს. ხო. ანუ ემოციას და ფიზიოლოგიას. რეალურად თავარი პრობლემა, რის გამოც ხდება არაერთი ციკლი წონის კლუბის და მატების, არის ორივე ემოციურიც და ემოციებზე ხა ბევრი ვისაუბრეთ და ფიზიოლოგიური. ამ ფიზიოლოგიაში რაღაცას მინდა შევეხო, სადაც აი ნახე, ვიზახი რომ არ მაქვს ნებისყოფა ნაბიჯი გადავდგა. და ნებისყოფა თუ არ მაქვს ჩემი ნებისყოფა ჩემი არჩევანია და მაგიტო მე ვარ დამნაშავე, როცა ვეღარ ვდგამ შემდგომ ნაბიჯს. როცა ეგრე არ არის. იმიტომ რომ ჩემი მადა არ არის ემოციური კონსტრუქცია მხოლოდ და კონცეფცია. ეს არის მათ შორის ფიზიოლოგიური, მადის მარეგულირებელი ჰორმონებით დაწყებული გრელინი, ლეპტინი და ჩვენ ვიცით რომ როცა ხდება და შენახსენე მე მქონდა ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი წონის კლუბის და მატების ციკლი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ არის პრიორიტეტი ჯანსაღმობის გზაზე, არის ის რომ ჩემი ლეპტინი მადის მარეგულირებელი ჰორმონი, წარმოგიდგენთ ლეპტინი არის საცავი. მარტივად რა იგოს ყველამ ეს არის მთავარი მენეჯერი ჩემი საცავის. და ეს მთავარი მენეჯერი მეუბნება საცავში რამდენი ყუთია, ანუ ცხიმია. ლეპტინი განსაზღვრავს ორგანიზმში ცხიმის დონეს. ეს მენეჯერი აღრიცხვას აკეთებს იმის მიხედვით, რაც ფიქრობს, რომ მისი ნორმაა. და ამასობაში ბოლო 20 წელია თუ კონკრეტულ წონაზე ვარ და ცხიმის პროცენტობა მაღალი მაქვს, ჩემი მენეჯერისთვის ეს არის ახალი ნორმა. გზავნის twin-თან სიგნალს, რომ საცავი სავსეა, შეგიძლია ჭამა შეწყვიტო, თუ რამე იყოს. როცა ხდება წონის კლუბა, ეს არის მარაგების სწრაფი დაცლა. თუ გამოვრიცხავთ, რომ იქ წყალი იკლებს დიდი ოდენობით გლიკოგენი იცლება, წყალი დაიკარგა თქვა ცხიმი, ანუ საცავი დაცარიელდა, მენეჯერი გიჟივით რეკავს twin-თან, საცავი შესავსებია. ანუ მადის მომატებას იწვევს ჩემი ლეპტინის დეფიციტი. და გრელინი ერთვება ამ დროს? ამასობაში გრელინი ერთვება, გამოუში საჭმელი. გამოუში საჭმელი. ამასობაში ერთვება კიდე რამდენი მადის მარეგულირებელი ჰორმონი, რის დროსაც მე რო ნებისყოფა აღარ მაქვს. ანუ ადამიანი, რომელმაც წარმოიდგინე 100 კილოგრამიდან 120 კილოგრამიდან დაიწყო კლება, ჩამოვიდა სწრაფად, ცუდად, არასწორი მიდგომებით 100 კილოგრამზე, ჩამოვიდა 95-ზე და წონა ჩერდება 95 კილოგრამი იყო მიზანი. აქედან 2 წელს განმავლობაში დაახლოებით 88% არის შანსი რომ ადამიანი წონა დაიბრუნოს და კი არ დაიბრუნოს მარტო აცდეს მას. იმიტომ რომ ამ პროცესში მთავარი არის ის რომ მადა ისე წერტილში მიდის რომ ვეღარ კონტროლდება ქცევითი ნაწილში. ოღონდ მადა არა ემოციურად, არამედ ფიზიოლოგიურად. და ყოველწლიურად რა არის როცა მიხვალ საწყის 120 კილოგრამამდე, კიდე აგრძელებ მატებას, იმიტომ რომ შენი მადა ისევ მომატებულია. კარგია მაგ თემას რომ შეეხე, იმიტომ რომ ბარიატრიასაც ნახე რა ასპექტია. ემოციურად ვერანებებენ. შენ ხო თქვი ფიზიოლოგიურად არის როცა ეს ლეპტინის და გრელინის მუშაობა ირღვევა, ესე ვთქვათ. იცი ხდება ბარიატრიისას ფიზიოლოგიურად? კი, ანუ კუჭი რო იჭრება, გრელინის ჰორმონი რეალურად იმდენი რაოდენობით აღარ გამოიყოფა, რაც გიძახის რო ჭამე. ანუ ბარიატრიისას. ძალიან უცნაურია, ხო? ანუ რაც თქვით რომ წონის კლუბა მატებისას რაც გიშლის ხელს მატებისკენ რაც მიგისწრაფოს ბარიატრიის შემდგომ მადა არ გიძახის უკან ამოდიო. რჩება მხოლოდ ემოციური ფაქტორი სამომავლო. აი ეგ მინდოდა მე თქვა, ემოციურად შეათ, ემოციურად გონიათ რო ვერ დანაყრდნენ. ამ დროს იქ ფიზიკურად ის, არ ვიცი, ჯირკვალი თუ რაც ქვია, ქსოვილი რომელიც გრელის გამოყოფდა კუჭი მოჭრილია 80% იმის. და შენ მეუბნები იმას რომ მე როცა ფიზიოლოგია მოვაგვარე, ემოციებთან ჭიდაობა. აი ემოცია უფრო გამიმართება. ურჩებათ ხოლმე და იმიტომ მე რო იმატებენ და ისევ პარაზიტები რა უკვე პარაზიტების საშინელები არის. უფრო მარტივი ნახე ანუ რეალურად ორი პრობლემიდან ერთს იტოვებ. ხო. რომელიც სწორი მიმართება, წარმოგიდგენ ბარიატრია, ოზემპიკი, GLP-1 აგონისტები, ყველაფერი არის ფორა. შენმა გადაწყვეტილებამ 2 წლიანი ფორა მოგცა ემოციები და ქცევითი კონტროლი გაგეუმჯობესებინა. აი ზუსტად ეგ გითხარი წეღანას, რომ ბარიატრია იყო ბერკეტი და ის ჯადოსნური გასაღები, რამაც პრობლემა მომიგვარა, ეს არის უკვე შემდგომ გამომუშავებული სწორი ჩვევები და კონტროლი თავის. ხო, ამიტომ შენ რასაც ამბობ ფსიქოლოგიურ ფაქტორს აიგნორებენ ხოლმე, ან ვერც ხვდებიან რომ ის არსებობს და ამიტომ ისე ეწელებათ კუჭი რო იწელება უფრო მეტი საჭმელი ჩადის და იმატებენ უკან და უფრო მეც ვიდრე საწყისი წონა ქონდათ. 25 რო ყოფილიყო GLP-1 ანუ ოზემპიქს და მის ბიზნესშვილებს და პრიორიტეტები და შენ ალბათ კი, იმიტომ რომ 23-ში მე მგონი არ იყო ჯერ კიდევ ეს. ესე აქტიურად, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს საუბარი, როგორც ხო, სიმსუქნის მენეჯმენტში შედარებით სიახლეა, მაშინ როცა მეს დრაგები 20 წელია. ხო, აი, კარგი კითხვა, ალბათ კი ვცდიდი.
ოპერაციას ოპერაციამდე. ხო მაგას ვამბობ, ანუ ოპერაციას ვამჯობინებდი, რომ ჯერ ეს მეცადა და ეხლა თუ ამანაც არ ვიცი შედეგი არ მომცა მაშინ. ჩემი საშველი არ იქნებოდა. და კი ვიქნებოდი ისეთი იდეალური კანდიდატი ბარიატრიული ოპერაციის. ანუ იმას გულისხმობ, რომ ეს მხოლოდ აკვიატება არ იქნებოდა, ხო? ანუ მართლა და არც ეხლა არ აღმოჩნდა აკვიატება და როგორც გითხარი, ეს არის ისტორია, რომელსაც ხშირად ვერ მოისმენ ბარიატრიის შემდგომ. მაგიტო ძალამშრომლოვანი რეალურად საქართველოს ჩაფრწონიანობის პროცენტობა და სიმსუქნის ერთად არის 65%. გვაში შორს ვართ ამერიკისგან, იქ 78%-ია, მაგრამ ეხლა საქართველოს მოსახლეობა რო შეადარო პროცენტობითია ცოტანი ვართ. ამასობაში სიმსუქნე არის 35% დაახლოებით, ანუ ეხლა ვინც ისმენს ამას, ბევრ ადამიანს ან აქვს პრობლემა, ან ქონია ტონის პრობლემა, ან შეიძლება სწორედ აი იმ ზღვარზეა ეხლა, სადაც გაწყვეტილება უნდა მიიღოს პროცესის მართვისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პოდკასტი მოისმინოთ და სწორი კითხვები დასვათ, რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღოთ პროცესში. სწორი კითხვები თქვენ თავთან და სწორი კითხვები პროფესიონალთან, ვისაც მიმართავს. ერთსაც ვიტყოდი თუ შეიძლება. იმის გარდა, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ ზრდასრულებმა, და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჩავუნერგოთ და ბავშვებს მივცეთ კვებასთან დაკავშირებული, სწორ კვებასთან დაკავშირებული განათლება. ანუ მარტო ეტიკეტი და კარგად მოქცევა და ეს არ გმარა, ანუ ბავშვობიდანვე უნდა მივცეთ ეს ცოდნა, რომ მათ მიიღონ სწორი კვებითი გადაწყვეტილებები და მომავალში უკვე აღარ ქონდეთ პრობლემა და დაუწყონ ჭიდაობა ჭარბწონას. აი ამას არც ბავშვების მმართველობით არ ვარ საქართველოში კარგად. რა თქმა უნდა. ევროპის მასშტაბით ზოგიერთ სტატისტიკით ბოლოდან მე-5-ზე ვართ, ბოლოდან მე-7-ზე, ბოლოდან მე-3-ზე გაჩნია საკუთრივ ჯგუფს. ამიტომ ბავშვთა ნუტრიოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი. და როცა ვიძახით რა მოუგვარებს ახლა ამ პრობლემას, 65% ზემოთავა თუ ქვემოთ. ბოლოს სტატისტიკა გვეუბნება, რომ ზემოთ მიდის. მთელ მსოფლიოში ზემოთ მიდის. ევროპის მასშტაბით ორმა ქვეყანამ შეძლო მხოლოდ გაჩერება სტატისტიკის აღამავადის. დაბლა ვერც ერთი ვერ მოდის. და კითხვა ის რომელმა შეძლო გაჩერება? თუ ორსტების ხო იტალია და საფრანგეთი, მაგრამ შეიძლება სტატისტიკურად გატყუა. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ორი ქვეყანა იყო, ვინც გააჩერა დაბლა, ვერავინ ვერ წამოიყვანა 25 წლის სტატისტიკას გეუბნები. და რეალურად ეს პრობლემა საიდან იწყება და სად შეიძლება მოგვარდეს ბავშვობის ასაკიდანვე. დიახ. და ამიტომ ბავშვთა ნუტრიოლოგიაზე ძალიან ბევრ ამის გაიგებთ, მათ შორის აკადემიიდან. მე მეინტერესებს შენ რას იყენებ, შენ შულთან კვებასთან დამოკიდებულობაში. ეს ჩვენს ბავშვობაში რო იყო, რო თებში ბოლომდე უნდა მოასუფთავო და არ მაინტერესებს ხშია თუ არა, ეხლა სადილის დროა და უნდა ჭამო აუცილებლად ის, რასაც ყველა ვჭამთ, ეს მიდგომა გამორიცხეთ. ჩემს შვილს თუ შია თვითონ მოდის და მეუბნება რომ დედამ შია, ნუ თუ ვკითხავ და მეუბნება რომ არა არ მინდა ჭამა, ან არც მოდის და არც ვთხოვს ჭამას, არ ვაძალებ. შენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელსაც შენ შვილს აძლევ ჯანსაღყვებაში? ჩემი შვილი ახლა ძალიან პატარაა, რომ მე რამე მაგალითი მივცე და იმან დაინახოს 4-ის არის 5-ის ხდება. მაგრამ მაინც. ქცევის ნაწილში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რას უყურებს დედა რა როგორი ყვება? საკვებთან რა დამოკიდებულება აქვს დედას? მე მგონი ეგრე არ მაკვირდება. თუმცა ნუ ხედავს რომ ძალიან ცოტას ვჭამ. ეხლა რეალურად მაგას ხედავს რომ ძალიან. რას ხედავს შენ თებზე ძირითადად? რეალურად ეხლა მე რო ვთქვა, ნახე მე ცოტა ნახე აი ეს პრიორიტეტი მაქვს ბარიატრია რა ხან მაქვს გაკეთებული. საერთოდ არაფერზე არ ვამბობ უარს. ეს იქნება ტკბილი თუ ნამცხვარი თუ ცომი, თუ ცხიმიანი, ხორციანი, საერთოდ არაფერზე. ხედავს რომ ჭამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ცოტას. და ხედავს რომ ძალიან ბევრ წყალს სვავ. აი მაგას ხედავს და თვითონაც სვავს სხვათა შორის ძალიან ბევრ წყალს. არ უყვარს კოკა-კოლა, არ უყვარს წვენები, არ უყვარს კამპოტი, არ უყვარს ჩაი. ბავშვი 4 წლის ასაკში აღიაროს მხოლოდ წყალს, ერთადერთ სითხეს, რომელსაც იღებს. იცოდე რომ მაგას ძალიან მნიშვნელობა იქნება დამატებული შაქრების არ მიღებაში, ასაკის მატებასთან ერთად. აკრძალული არაფერი უნდა იყოს, დაძალებული არაფერი უნდა იყოს, სადღაც შუაშია ოქროს შუალედი, რომელსაც მე მივყავართ ჯანსაღი კვების საბოლოო ნიშნულამდე. და ძალიან მიხარია რომ ეგ თემა ახსენე, იმიტომ რომ მაგიდან იწყება პრობლემებიც და მისი გადაჭრაც. ჯერჯერობით ეხლა ესე აქვს მისი ფსიქოტიპი ესე ჩამოყალიბდა ავტომატურად ბაღში ჭამს ყველაფერს გამიგვირდა ბარდის სუპი რო ჭამო და ჟაუნის წვნიანიო ამბავები კეფაზე გადამივიდა უბრალოდ იცის რომ სახლში უფრო ვათამამებ ანუ თუ სხვა რამე უნდა ან ჯანკ ფუდი უნდა ოკეი არ ვეუნები ამაზე უარს მაგრამ ეხლა ვაპირებ უფრო როცა გაიზრდება ვერბალიზაციას უფრო უკეთესად ანუ დიალოგის დამყარებას უკვე უკეთ რო მოვახდენთ და რო დავინახავ რომ
პროცესი, ანუ ფიქრის უფრო დააპგრეიდებული აქვს. მე რა უკვე ვაპირებ მართლა რაღაცების ახსნას, რაღაცების ჩვენება და სწავლებას. თუმცა გადაწყვეტილება მაინც მან უნდა მიიღოს, იმიტომ რომ დაძალებულის და ნაძალადების არაფრის არ მჯერა. ან ყველაფერი იქნება დროებით. ხო. გაიზრდება და ხო, იმიტომ რომ ის იცი რა არის, უფრო ექნება ეს ჩაკეტილობის შეზღუდვის მომენტი და რაღაც მომენტში რომ დამოუკიდებელი ექნება, შეიძლება უბრალოდ გასკდეს და ყველანაირი არასწორი გადაწყვეტილება მაშინ მიიღოს. ამიტომ ჯობია მე მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდე და უთხრა უკვე არჩევანი შენზეა და აი იმედი მაქვს რომ სწორ არჩევნებს გააკეთებს ხოლმე და ეგრე იქნება. ეგ არის აუცილებელი წინაპირობა. თაკო ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა იდეალური იყო. რომ დამპატიჟეთ, ძალიან საინტერესო იყო.